დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა შემოგვიერთით, შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს, სადაც ძალიან სასიამოვნო, საჭირო და სასარგებლო გათამაშების შემოთავაზება გვინდა თქვენთვის. ჩვენი სტუმარი გახლავთ ნინო მუსელიძე, GGR-ს ქართული, გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის დირექტორი. მოგესალმებით. ესე იგი ძალიან სასიამოვნო და ამაღლებული ეთერი გვაქვს ნამდვილად. ეხლა თქვენ კაცსაც ხედავთ, კლინიკა GGR-ს ყოველ წელს თავის მომხმარებლისთვის აწყობს გათამაშებას, რის ფარგლებში მის პაციენტებს ეძლევა ჩანსი სრულიად უსასყიდლობით გახდნენ დედები. ანუ საჩუქრად მიიღონ დედობა, ჩემო ძვირფასებო. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან ბედნიერი ეთერი, რადგან ეს გათამაშება სწორედ აქ დილის ლაივში პირდაპირ ეთერში შედგება. დილის ლაივიდან ორი ბედნიერი ადამიანი შეიტყობს იმ საჩუქრის შესახებ, რომელზეც ამდენი წელია ოცნებობს და რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი საჩუქარია. ორი ადამიანიდან ერთი კლინიკა GGR-ს რჩეულია, მეორეს ვინაობას კი აი ეს ჯადოსნური ლოტოტრონიდან ქალბატონი ნინო თავად გაგვიმხელს. მოგესალმებით, დილამშვიდობის. ასეთ ეთერს არაფერი არ ჯობია, აი ამდენ ანგელოს და ამდენ ბედნიერ მშობელს რო ხედავს ადამიანი. ნამდვილად ასეა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ დილამშვიდობის. ნამდვილად. ნათლისღებას გილოცავ. ასევე გილოცავ და ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ ნათლისღების დღესასწაულზე ორ გამარჯვებულს გამოვავრენთ და რა ვიცი, ამაზე დიდი ბედნიერება მე მგონი არ არის. მე როგორც ვიცი, ყოველწლიურია, ხო ეს? ყოველ წელს ვაწყობთ და წელს დაგვიგვიანდა და ვინაიდან ყოველთვის წელიწადში 4-ჯერ დაახლოებით ვაწყობთ. შესაბამისად, ეხლა ორი გავაკეთეთ აქედან გამომდინარე, ერთი იქნება გათამაშება და ჩვენი პატარა გოგო ამოიღებს იმ გამარჯვებულს, რომელიც იქნება კეთო, რომელიც ასევე გამარჯვებულია უკვე წინა წლის და დაგვირდით, რომ ეთერში მოვიყვანთო, გახსოვთ, მამამ რო თქვა ხეგე რო გაეკეთებინათ, მე მგონი მეც ვიყავი ორსულად შევამოწმეო. შესაბამისად, ეხლა კეთო ამოიღებს იმ გამარჯვებულის ვინაობას, ვინც დარეგისტრირდა ჩვენთან ამ წლის განმავლობაში პირველადი პაციენტებია ძირითადად და მე და ჩვენი მთელი სტაფის გადაწყვეტილებით არის ერთი ქალბატონი, რომელიც არ ვიცი, უდიდესად მადლიერია ჩვენი მართლა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული პაციენტია. ბევრჯერ გამაგვივიდა, ბევრჯერ მოეშალა, ბევრჯერ დაორსულდა, ბევრჯერ არ დაორსულდა. ანუ ძალიან რთული პაციენტია ნამდვილად. იბრძვის ამისთვის და ერთხელ არ გაგვიგია მისგან უმადურობის ერთი სიტყვაც კი მართლა. აი რომ მოდის ესმენა ნინო ექიმო, ისე მომეშალა და ანუ ეს ისე მეუბნება რომ აი მართლა რო გითხრათ ბოდიშს რო გიხდის, ხო იცით, აი რა ვქნა ეხა რა გავაკეთო. იმიტომ რომ მისი ყველა ახლობელი დაორსულდა, იცის რომ რამდენი ადამიანია ორსულდება და მაინც ესეთი სირთულეა და მე რა ვქნა ნინო, იქნება ჩავიქნიო ხელი და აი ისე არ გვინდა რომ მან ხელი ჩაიქნიას, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით ყველა ერთად დავსხედით და ავარჩიეთ ეს ადამიანი და ეს არის ლელა ქურიძე და მომცა მან უფლება რომ მეთქვა მისი გვარზე ბრავო რომ ჩვენ 100%-ით დაგვაფინანსებინათ მართლა ძალიან გვინდა ყველას აი მიზეზი ხანდახან არ ვიცით ექიმებმა მართლა ასია და ძალიან ხშირად ეხლა ვსაუბრობდით რომ ძალიან ბევრჯერ ექიმზე იშვერენ ხელს რომ არ უნდა ჩვენ დავარსოთ არ არის ასე ხანდახან ჩვენც არ ვიცით იმიტომ რომ არსებობს ის პროცენტი რომ არ იცი უბრალოდ პაციენტს რა პრობლემა აქვს ასეთი რომ უბრალოდ ანუ აი ეშლება ხო მუცელი ანუ მიზეზი რა არის არ არის მარტო თრომბოფილია არ არის მარტო გენეტიკა ემბრიონის არ არის მარტო გენეტიკა პაციენტის არ არის მისი მიმღებლობა მარტო იმიტომ რომ არის ის 30% ნახეთ ინვიტრო განაყოფიერებასაც თავის პროცენტი აქვს ხო მაქსიმალური აი გენეტიკურად კვლევის ჩათვლით არის 70 ის 30% ხანდახან არავინ არ იცის რატომ არის რომელიც არ გამოდის გამიგეთ და რატომ არ რჩები ან რატომ რჩები და რატომ ვერ ინარჩუნებ გესმით ანუ ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და გვინდოდა რომ დაენახა რომ ჩვენ იმდენად გვინდა რომ მას გამოუვიდეს რომ არანაირი ფასი ამას არ აქვს ჩვენ პირადად ანუ ყველა მთელი ჩვენი სტაფი ანუ რო შემოდის ეს ქალბატონი ჩვენც აი მარსთან ერთად ლოცულობთ მართლა რომ აი გამოუვიდეს და მიიტანოს ეს ბავშვი ბოლომდე ამიტომ ლელას ჩვენგან GGR-სისგან ჩვენი სოციალური ვალდებულებისგან საჩუქარი და ღმერთო აი რა ვიცი ვამბობ ხოლმე რომ მართლს რო გააკეთებთ გაუცებად რაღაცა გამოდის აი გვინდა რომ გამოგვივიდეს მით უმეტეს დღევანდელ დღეს გაკეთებული მაგალითად აუცილებლად გამოვა და ქალბატონ ლელას ულოცავთ ამ უდიდეს საჩუქარს და მომავალ წელს
ეხლა მოიცა გამოვთვალოთ 9 თვე ამბავი. წელიწად ნახევარში ველოდებით ლელას ბაიასთან ერთად ჩვენთან სტუდიაში დილის ლაივში აუცილებლად. აი ამ ბავშვსაც ველოდებოდით და ესეც ძალიან რთული кейსი, ანუ მართლა. ისტორიები ხო ისტორიები ყველასი. ნახეთ, აქ არის 15 წლიანი უშვილობა. ანუ ბაჭო, ჩვენ საუბრობთ ამ თემაზე. ეს ისეთი სტრესორი, ძალიან ხშირად გვეუბნებიან ხოლმე, რომ თქვენი პროფესიაო არ არისო სტრესორი, თქვენო happy patient, ანუ ცოტა ინგა გრიგორიამ გონია თავში. მეცნიერი პაციენტები ყავთო და იცით რა, ის რომ ისინი ჯანმრთელები არიან, არ ნიშნავს რომ ბაჭო, მოდი შენც მოდი. არიან, ხო? 22 წელი აქვს შორენას. შორენასთან, ანუ აი რა გითხრათ, აქ ისეთი кейსი იყო, რომ არავის აღარ ეჯერა ნამდვილად, რომ დიპლომს დავხებთო ეს ქალბატონი ორსულად თუ იქნება, ბოლოს ექიმა მითხრა, მაგრამ აი ჩვენი 100%-იანი გამარჯვებული წინა წლის. მაგრამ ქეთო აგერ ყავს. მაინც ქეთო დაიბადა. შესაბამისად ძალიან დიდი მნიშვნელობა. ხო, ეხა ქეთოს დაბადება მგონი ყველას დაბადება იყო ერთ-ერთ კლინიკაში. ნამდვილად აი ამას ვიტყვი, იმიტომ რომ სასწაული გაგვიკეთა ნინო იქ იმას, სასწაული გაგვიკეთა და სასწაული მოგვივლინა მე აი ქეთო. აი რო გაიგეთ რომ ფეხბურთი. რო გავიგეთ ფეხბურთით რომ ვიყავით, შოკი მივიღეთ. წინა გადაცემაში ჩვენ ვიყავით მოსულები და მაშინ თქვი რომ იმდენად არ ჯეროდა ჩემს მეუღლეს ორსულად რო ვიყავი, თვითონაც გაიკეთა ტესტი. და ამას უკვე აღარ ვმალავ ყველგან ვამბობთ. ხო, ესეთი მქონდა ემოციები და რა ვიცი ეს ემოციები ჯერ არ განელებულა და მთელი ცხოვრება არ განელდება და ნინო ექიმის სასწაული მადლობლები ვართ და სასწაული მოგვივლინა ცხოვრებაში. თვითონ რო არის ასეთი ლამაზი და ასეთ ლამაზ ბავშვებს რო გჩუქრით, აღარ გავგო ყველა ასეთი ლამაზი და ყველამ ბიზნესის უდიდესად მისმა ექიმმა, მისმა ანდროლოგმა ჩვენა გავაკეთეთ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, თუ რამე ახალი მეთოდი გქონდა, ყველაფერი გამოვიყენეთ მათთან აბსოლუტურად უსასყიდლოდ, ვაკეთებდით იმისთვის, რომ უნდა გამოვიდეს, ანუ აი ძალიან თქვენ გესმით, ხანდახან ყველა პაციენტი მახსოვს ასე თუ ისე, მაგრამ ყველაზე რთულები, ყველაზე ძალიან მახსოვს ალბათ მთელი ცხოვრება და შორენა იყო ადამიანი, რომელსაც 22 წელი ეს ძალიან რთულია, რომ 22 წელს გაივლი და შორენა რო შემოდიოდა მე მეშინოდა. მართლა. ოღონდ ვეუბნებოდ გამაფრთხილეთ, რომ მოვემზადო ფსიქოლოგიურად, რომ შორენა რო შემოვა მე ამას. მაგრამ ფაქტის ახეზეა. შორენა არის პაჭების დედა. შორენა, თქვენ ბრძანებით? კი, შორენა. მოგიტევით თქვენი ამბავი. დაბადება მეორედ დავიბადე. თან 2 წელი შორენა. ნინო იბრძოლა ჩემთვის, აი არ ვიცი რატო უნდა ესე რომ ჩადო, მან ჩადო ჩემში, არ ვიცი, მარტო ფსიქოლოგიური მომენტი არა, ძალიან დიდი სიყვარული ჩადა. ანუ პაციენტიც ხო ძალიან ბევრია დამოკიდებული, როცა შემართებით არის, როცა არ მე არაფერი შემართება არა, საერთოდ არ მქონდა პირიქით. ხედავთ ესეთი მომენტი მქონდა, რომ ეხლა რაღაც მეტყვის. ამ ჩემს პასუხს რაღაც გასცემს, მაგრამ ნინომ ძალიან დიდი სიყვარულით და ძალიან დიდი იმედებით ჩადო ჩემში და მადლობა ამისთვის ნინოს. ყოველ დღე, ყოველი წუთი ჩემთვის ბედნიერება არის ნინოდან უფლის შემდეგ ნინოდან გამომდინარე. მადლობა ნინო ამისთვის, რომ ეს ბედნიერება გვაჩუქე. მადლობა, უდიდესი მადლობა. ეს ჩავთვალეთ, რომ ყველა გამარჯვებულები ვართ და ყველა ამაში შეუფასებელია ეს ყოველივე. ერთმა ჯანმრთელები და ბედნიერები გაგიზარდეთ. ერთი მამა ყავს სტუდიაში და მამა დაინახა და პირდაპირ მამასთან დავიდა. გამოვიდეთ თქვენი ისტორიაც საინტერესოა, როგორ რანაირად ნამდვილი ხანი ელოდებოდით. ცოტა განსხვავებულია, შეიძლება ითქვას, მეუღლე ასეთი უფროსია ჩემზე, ხო და ბიოლოგიურად მას უკვე ასე ვთქვათ აღარ შეეძლო დაუსრულება და გადავწყვიტეთ ოჯახის შევქმნით, ეხლა ოჯახის შვილების გარეშე წარმოუდგენელია და დავიწყეთ ასე ვთქვათ გარკვევა მოდით შვილებზე ვიფიქროთ მეთქი და მივმართეთ ერთ-ერთ კლინიკას, ნუ იქ არაფერი არ გამოვიდა, წარუმატებლობა იყო, იმედგაცრუება, ნერვიულობა და ბოლოს ნუ ქალბატონ ნინოს მივმართეთ და ძალიან მალე, ძალიან სწრაფად, სწორი მიდგომით, სწორი დაგეგმარებით შარშან თებერვალში მივედით ქალბატონ ნინოსთან და აპრილში პირველივე ცდაზე მეუღლე დარჩა ფეხმძიმედ, ძალიან მაღალი მაჩვენებელი მოვიდა ხეგესი, 2 დღის მერე გადავაკონტროლეთ, უფრო მაღალი იყო და მთელი ის პერიოდი ქალბატონ ნინოსთან ურთიერთობით კონტაქტით, აი შედეგი გვაქვს, ქალბატონი მარიამი და ლევანი დაიბადნენ. გამოვხატო
პერსონალის მიმართ, ქალბატონი ნინოს მიმართ, აი დაუღალავი, მიზანსტრაფული შრომით გავედით სასურველ შედეგზე. გაგიზარდოთ ღმერთმა ჯანმრთელი და ეს პატარა ლოყუჩები რო აქვთ და უკვე ტელევიზორში რო არიან და უკვე რო მეოთხე თვეში არიან. უკვე ვარსკვლავები. ტელევიზიით გამოსცემ უკვე. ჩვენი ისტორია ასეთია. ესე იგი თამუნა თქვენი ტყუპები ბებო არის ის ადამიანი ვინც გამოუშვა შორენას უთხრა რომ მიდი აიძულა ბებო მაიძულა და ბებომ და მე ერთად ავიძულეთ როგორ მადლობა ვერ გამოხატავს იმ სიყვარულს რაც ნინოს მიმართ გაგვაჩნია და არ ვიცი ჩათული ხართ ხო ბოლომდე ბავშვები ბოლომდე ვილოცებ ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ვილოცებ ნინოსთვის რომ ჩვენ ეს გვაჩუქა სულ სხვა სამყაროში ვართ სულ სხვა სამყაროში ნამდვილად მთელი სამყარო შეცვალა ჩემთვის გილოცავთ ფაქტობრივად მარტობები არა დედაც ხართ იმიტომ რომ ესეთი ახალგაზრდა ხართ და აქ ხედავ რაღაცა პატარა ხიპუცებს ხედავ აქ და აქ რა ამბავია გითხარით ჩვენც 17 წლის უშვილობა გქონდა და 17 წლის კი და ქალბატონი ნინოს და მისი გუნდის დიდი მხარდაჭერით ეხლა ვარ ორსულად და მხოლოდ იმას ველოდებ უბრალოდ ორსულობა გვინდოდა ჯერ და ტყუპებზე ხო საერთოდ არ იყო ლაპარაკი კი ეხლა ველოდებით ტყუპებს თან გოგო ბიჭს და აი უზომოდ მადლიერი ვარ ქალბატონი ნინოსი და მისი გუნდის ასე რომ ველოდებით ჩვენს ეთერში ტყუპებს კი აი ეხაც არ მჯერა და ძალიან მღელავ როდის ამოდებით თებერვლის ბოლოს კი თებერვლის ბოლოს ესე იგი ჰოროსკოპით თევზები იქნებიან ჩემო ბაჩო რო იცოდე აქ რა ამბავია მოდი ერთი ჩაერთი საქმიანო ბაჩო როგორც სამი შვილის მამა მეგობრებო არის ესე იგი თქვენც მოგვიყევით თქვენი ისტორია მე 8 წელი ველოდებოდი და ქალბატონი ნინოს და მისი გუნდის დახმარებით აი ეხლა უკვე 6 თვის ორსული ვარ და გოგოს ველოდებით ძალიან პირველად რო გავიგეთ ჩემ მეუღლე და მე ვტიროდით სიხარულისგან აი ძალიან გვინდოდა შვილი და რა ვიცი გამოგვივიდა ქალბატონი ნინოს დახმარებით ძალიან დიდი მადლობა მის გუნდს და ქალბატონს. ესე იგი შემდეგ ერთი წელიწადში ორი გოგო და ერთი ბიჭი უკვე ყავს სტუმრად ბაჩო ვიცოდე. შენ უკვე სტუმრებს ითვლი ხო? მე უკვე სტუმრებს ითვლი, ასევე გამარჯვებული კიდე ორი იქნება. გამარჯვებული კიდე ორი იქნება, ორი კიდე ბავშვებით უნდა მოვიდნენ, ესე იგი ამ წელს უკვე ბევრი ერთი სტუმარი ყავს ხო? ძალიან 22-მდე. 22-მდე, ბერძი ბაჩო, ბერძი იქნება. ხომ არ გამოვავლინოთ გამოვავლინეთ. გოგოებო, გილოცავთ ყველაფერს ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. მოდი დედუკა აბა ჩაყავი ხე ხელი შენი პატარა ხელი ესე იგი ჩვენ ახლა უნდა გავეხმაროთ ბაჩო და ერთი ცალი ფულცელი ამოიდგინე მიდი ერთი ცალი ფულცელი ამოიდგინე მიდი დაეხმაროთ რა დედიკო ერთი ცალი ამოიდგინე აი რა გოგო ხატიშიც ჩავიდე ხეთო მოგვეცი ხა პიში არა დედიკო ეგ საწოვარა არა ეცა მე კაი აბა ქეთო ეხლა ნახოთ ის ბედნიელი ოლი რატოა ფულცელი დედიკო მოდი ეს გავხსენით მეორე ფულცელი ბატონო არ გამიხსნია ჩავაგდოთ ქეთოს აინტერესებდა კიდევ ვინ იქნებოდა პაციენტი ესე იგი მე უნდა დავაჭირო ბოლო 2 ციფრს ხელი ლელამ დაგხვდონება რომ გვეთქვა მისი სახელი და გვარი ეს ერთი გამარჯვებული რომელსაც საჩუქარი ვაჩუქეთ და ეს არის ის რომელიც გამოვლინდა ჩვენთან ჩადებული აქ მე ხوار დავეხმაროთ ხوار დავეხმაროთ ანუ ეს ნომერი რო ბაჩო დაეხმარეთ და ბაჩო როგორ უნდა ვაჩვენო და მე ხო ვიტყვი უბრალოდ ნომერს 571 1068 და 1 და ეხლა დავრეკა. ვაიმე ტელეფონი? მოდი კიდე დაგეხმარო და ჩემი ტელეფონი. ხო, დავრეკო. მაგრამ ნინო ექიმის ტელეფონი მაინც სხვა იქნება ალბათ, რომ დარეკოს შეიძლება. მოდი. ესე იგი 571 06 8 და ბოლო ციფრს არ ვამბობთ. ხო, სწორად ვკრიბავ, ხას არ დაურეკე. კი ბატონო. რა ვიცი, მეტი სხვა არ გვაქვს. აგერ სპიკერფონზე. და აბა ვინ გვიპასუხებს? მიკროფონსაც. მოიჭედე მიკროფონს. კეთო.
იმედი რა გვიპასუხებს? ალო. მოგესალმებით. მოგესალმებით. ჩვენ გირეკავთ დილის ეთერიდან, გილოცავთ ნათლისღებას. გიგვესაუბრება, ჩემო კარგო? სახელი თუ შეიძლება გადმორთოთ? ისრას არის სხვადასხვანი ხმა? ტევე პირველზე შეგიძლიათ რომ გადმორთოთ ახლა? აბა გადმორთეთ თუ შეიძლება. ჩართული გვაქვს. ესე იგი გაიმარჯვოთ, ჩემო კარგო, ახლა სახელის გითხარით. სალომე ლელაძე. სალომე ლელაძე, გილოცავ, სალომე, გილოცავ. დიდი მადლობა, ძალიან დიდი. დაიმე, გენაცვალე, ანუ გილოცავ იმას რომ მომავალ წელს, ანუ ეხლა დღეს ჩვენ ეთერში გავათამაშეთ უშვილობის, ანუ ინვიტრო განაყოფიერების პროცედურის დაფინანსება 100%-ით GGRC-სგან, ასე რომ გილოცავ ჩემო საყვარელო. იმედი მაქვს რომ 2025 წელს მობრძანდები ჩემო კარგო ეთერში უკვე პატარა ბაიათი და ძალიან მიხარია რომ გაიხარე გენაცვალე გაიხარე და რა ვიცი ბედნიერი დედა გამყოფოს მომავალში უკვე უფალმა და რა ვიცი მათლისღება მოგველოცოს უკვე შენ პატარა გოგოსთან ან ბიჭთან ერთად ან ორივესთან ერთად რა ვიცი აქ კლუბები იმდენი ყავს რომ მეგონი შეიძლება კლუბი იყოს და და ნაცვლით აქავართ მე ასე რომ გილოცავ ჩემო კარგო შენ პატარა ქეთო მამოიღო შენი ტელეფონის ნომერი და მე იმედი მაქვს რომ კიდევ ბევრი ადამიანი გაიმარჯვებს ჩვენს დაფინანსებაში ყოველთვის და ლელა გილოცავ, სალომე შენს გილოცავ და თქვენს გილოცავ ასეთ სალომე გილოცავ. ესე იგი მე რატომ გონია რომ ქეთო უნდა იყოს ნათლი ამ პატარასი სალომე ძალიან გამოიღეთ ედიკო. გააჯეს ნინო, თქვენთან მეკრება კითხვა. აი, ეხლა ჩვენთვის რა ემოციურია და მაყურებლისთვის რა ემოციურია ეს ყველაფერი რო უყურებთ და აი თითეული SMS-ი რომელიც მოდის და აი ნინო ეკიმო ორსულად ვარ, რომ გეუბნები რა ხდება ამ დროს? მე საერთოდ სულ ტირი ვარ და ჩვენ ანუ სულ მეუბნებიან ხოლმე არ ვიცი როგორ გითხრათ მთელი სტაფი აი ყველა ექიმი რომელიც მათი ექიმი იყო ყველა ემბრიოლოგიც კი ამაში ყველაფერში ჩართულია და ჩვენი უდიდესი სიამოვნება უდიდესი სიხარულია ყველას ორსულობა ყველას დადებითი ხე ყველას მოშლილი ორსულობა ჩვენთვისაც ძალიან დიდი სტრესია და მე რომ ირეკავენ ჩვენი ესე ვთქვათ თანამშრომლები მენეჯმენტში ვინც არიან და ვისაც ხანდახან არ ესმის რომ კაცო ვეღარ გავიგეთო და ცუდია და ტირი ხარო, კარგია და ტირი ხარო, რაღაცას ხო შეიძლება გაიც და არა იმდენად ემოციურია ჩემთვისაც აბსოლუტურად აი ხო ყველა ისტორია რომ ამბობენ ხოლმე რომ ნინოს ანუ უბრალოდ მე ძალიან ბევრ დროს ვატარებ მათთან ერთად მით უმეტეს ამ რთულ პაციენტებთან ერთად იმიტომ რომ ანუ ფსიქოლოგიური მომენტია ძალიან რთულია უნდა გენდოს ადამიანი და უნდა იცოდეს რომ შენ მისთვის იბრძვი და არა იმიტომ რომ მე რაღაც ექიმი ვარ და აქედან გამომდინარე უნდა გამომივიდეს ან ხანდახან მართლა არის სიტუაციები რომ ანუ აი შორენას მაგალითად სრულიად დაკარგული ქონდა ყველანაირი ნდობა ყველა სამედიცინო დეპარტამენტის თუ განყოფილების თუ ექიმის აი ზოგადად სრულიად აი მოვიდა და აგრესიული იყო უბრალოდ აი ხარო უყურებ და ესეთი ბედნიერია ხო ანუ აი იმდენად ბედნიერი ვარ რომ ის იღიმება ხო შორენას პირველი 3 თვე არა ფსიქოლოგთან ბატონ ზურამ ხეიძე ჩვენთან არის და ყველა ამ ფონდის პაციენტებთან მუშაობს და ბატონ ზურასთან 3 თვის სიარულის შემდგომ აი ზურა რო იყო იმიტომ იარა იცით მე თვითონ ფსიქოლოგი ვარო არსად არ მივალ და ბატონ ზურასთან მივალო აი მართლა ეს იყო პირველი ის რომ მან რაღაცაზე ხომ ითხრა ეს იმდენად რთულია ნახეთ ყველა ამბობს როგორი უნდა იყოს ექიმი არავინ არ ამბობს როგორი უნდა იყოს პაციენტი. ანუ ის თვითონ ჩვენთვის ხო ძალიან ეს ციგნები როგორც ვიცი საჩუქრად არის ხო? მე მოგეხმარებით თქვენ და ალბომები ყველასთვის მეუღლე ამბობდა ალბომებს და ბოლოსო ქალბატონმა შენ მეუღლეს თუ შენ მაინც გაგაჩენინე ბავშვარი. შენ მოხვედი რომ აგეღო ხო? აი ეს და მე მოგეხმარები. აი გამომართვით.
ყველა პაციენტისთვის გვინდა რომ დადებითი იყოს, მაგრამ ყოველ ჩვენ ხო არა ვართ, რა ვიცი, ყოვლის შემძლეები. არა, მე ვიძახე რომ ინომისაზე არის ყოვლის შემძლეები. ჩვენ უბრალოდ რა არის, იცით? მედიცინაში თუ რაიმე ასიახლე არსებობს მაქსიმალურად, ყველა სიახლეს გეგმავთ. ყველა სიახლეს ვნერგავთ იმისთვის, რომ ჩვენ პაციენტს მოგვიყვეს ამის ჩვენ უყურებს ხო უნდა პატალამალიან ქუთვადლებ. შესაბამისად, ანუ ყველა ის სიახლე და იცით რა, პრობლემა არის იმაში, ხანდახან ექიმს არ აქვს ხოლმე იმის საშუალება, რომ აუხსნას პაციენტს რაღაც, იცით? და მე კიდე სულ ვეკითხები, თქვენ იცით ახლა რა უნდა გაკეთდეს და მე ვფიქრობ, რომ პაციენტმა უნდა იცოდეს, რას უკეთებს ექიმი. უნდა იცოდეს, როგორ ფიქრობს ის მასზე. როგორ ვიკრიბებით ჩვენ ამ პაციენტის გამო, როგორ ვფიქრობთ, რა უნდა გავაკეთოთ დამატებით, რომ მას ეს გამოუვიდეს. უნდა იცოდეს, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვიფიქრებთ იმას, რომ ის მაინც ამას ყველაფერს ხვდება, არ არის მასე. როცა იცის პაციენტმა რამდენად ის რთულია, რამდენად შენთვისაც უფრო ბრძოლის უნარიანი ხდება, მან იცის რომ ანუ ის კი არა რომ იმას არ არასოდეს არც ერთი პაციენტი შორენა რომ მოვიდა ვიფიქრე რომ აი ამდენი გზა გამოიარა, ამდენი ინვიტრო გაიკეთა. სად არის ის რაღაცა, რაც გამორჩა ვინმეს, გესმით? იმიტომ რომ არასოდეს არ ვფიქრობ რომ ის ექიმი ცუდია და მე არასოდეს. ძალიან დიდი მადლობა. ესეთი კოლეგიალობისთვის და ესეთი დელიკატური საუბრისთვის კოლეგების არმე და გილოცავთ ხალხო დღევანდელ დღეს და რა ვიცი ესეთი ლამაზი და ბედნიერი ეთერით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, მადლობა იმისთვის რომ აირჩიეთ დილის ლაივი და ესეთი არაჩვეულებრივი საჩუქარი გაუკეთეთ თქვენს პაციენტებს. ჩვენ უნდა დაგემშვიდობოთ შაბათამდე, შაბათს დილის 9 საათზე ისევ თქვენს წინაშე ვიქნებით. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. რა თქმა უნდა. ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ, წარმატებულ კვირას დღეს გისურვებთ.